ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით. პრაიმ შოუ ტელეკომპანია იმედის ეთერში ახალი მე-16 სეზონი ბრუნდება. დიახ, პრაიმ შოუ ეთერში პირველად 2017 წელს გავიდა და შესანიშნავი საინტერესო წარმატებული 8 წელი გაატარა იმედის ეთერში თქვენთან ერთად. თითქმის 8 წელი. დაუბრუნდით ჩვენს ერთგულ მაყურებელს და ვიწყებთ ახალ სეზონს ახალი ისტორიებით, დაუვიწყარი გამოცდილებებით და სიურპრიზებით. დღევანდელი გადაცემისთვის ჩვენ ანაკლიის ბანაკს ვეწვიეთ, თუმცა ანაკლიაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. პირველი აუცილებლად უნდა შევიმჩნიოთ ჩვენი ახალი სტუდია და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა არხს, ჩვენს გენერალურ დირექტორს და არხის აღმასრულებელ პროდიუსერს და რა თქმა უნდა ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც ბოლო წამამდე კიდე ბოლო დეტალებს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენ ახალი სტუდიის წარმდგარიყავით და რა თქმა უნდა მადლობა ამისთვის, სიახლე ყოველთვის საინტერესოა. თუმცა სიახლე შეიძლება ოდნავ სევდიანიც იყოს, ეს არის ამ შემთხვევაში ალბათ მაყურებელი შეატყობს, რომ 6-ის ნაცვლად 5-ნი ვართ. ჩვენ ახალი სეზონიდან სალომე აღარ გვეყოლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება ის არ ნახოთ იგივე სტუმრის ავარძელზე, თუმცა იცი რა არის, იმდენად ძვირფასი, იმდენად ღირებული და იმდენად საინტერესო თითქმის 8 წელი გავატარეთ ერთად, რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა წარუშლელი იქნება ყოველთვის, ისევე როგორც ჩვენი მეგობრობა. მე დარწმუნებული ვარ, ამას თქმაც არ ჭირდება და ანრის იდეა იყო მაყურებელს მიმართავ, სხვათა შორის, რომ გაგვეკეთებინა ის კოლაჟი, რომელიც სალომესთან ერთად გავატარეთ ამ წლების განმავლობაში. ხნათესვაში. მე ვარ სალომე ღვინიაშვილი, დიზაინერი, ვეტერანი მოდელი, მაყურებელი ესე უფრო მიცნობს. პრაიმ შოუს წამყვანის ამპლუა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა და ერთგვარი გამოწვევაც. და იმედი მაქვს მაყურებელი არ იქნება ძალიან კრიტიკული. ცნობილ ცაცხლთან მდგევართ, რომელიც გალაქტიონს ეკუთვნის, გალაქტიონმა დათესა, როგორც ვიცი. ნოე, სად ყოფილხარ გიცანი? ესე იგი, მთელი კვირა ჩვენ რომ მუშაობ, ჩვენ სად ყოფილხარ? ისნები ამას რო ესე მარტო. დარწმუნებული ვარ, რომ სალომესაც აქვს ჩვენთვის რაღაც სათქმელი. ნახოთ. ჩემო ძვირფასებო. არ ვიცი საიდან დავიწყო, თან გასომთხოვა, რომ რაღაცნაირად ერთ წუთში ჩავიტირო და თქვა ჩემი სათქმელი, არ ვიცი როგორ გამომივა, მაგრამ ვეცდები მოკლედ თქვა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა დავიწყო ნოეს შენით და მინდა გითხრა ასე საჯაროდ, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მომეცი საშუალება ყოფილიყავი პრაიმ შოუს ნაწილი.
და ეს წლები, ეს არაჩვეულებრივი წლები, მე ვიტყოდი ცხოვრებისეული მოგონება, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, დამრჩება და მე ვიყავი ამდენი წელი ამის ნაწილი და ძალიან ბევრი ბედნიერი და საინტერესო დღე შეგვიძლია გავიხსენო Prime Show-სთან ერთად და რა თქმა უნდა თქვენთან ერთად და ამ გამოცდილებისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა ნოე შენ. ასევე ჩემ თანაწამყვანებს ირაკლი, ნინი, ანრი, ნინა ძალიან მიყვარხართ და ძალიან ბედნიერი ვარ რომ თქვენი სახით მყავს ძალიან კარგი მეგობრები და ადამიანები ჩემ ცხოვრებაში. ძალიან მენატრებით, ძალიან მიყვარხართ. დიდი მადლობა იმ ერთგულებისთვის, საინტერესო წლებისთვის და დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამ ველოდება ერთად. ასევე ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა მთელ Prime Show-ს შემოქმედებით ჯგუფს. ძალიან მიყვარხართ ყველა. ძალიან ბევრი ხართ, ამიტომ სახელებით არ ჩამოვთვლით. მაგრამ იცოდეთ რომ ძალიან მიყვარხართ და თქვენს ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყოველი დღისთვის, რომელიც ჩვენ ერთად გავატარეთ, ერთად ვიმუშავეთ. ძალიან სასიამოვნოა ყოველთან ერთად მუშაობა. რა თქმა უნდა დიდი მადლობა არხს და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა Prime Show-ს ერთგულ მაყურებელს. ყველანი ძალიან მიყვარხართ. კოცნით თქვენი სალომე. სალომეს მე ბავშვობიდან ვიცნობ, ჩვენ ოჯახებით ახლობლები ვართ, მაგრამ აქ Prime Show-ში კიდევ უფრო დავახლოვდით და კიდევ უფრო დავმეგობრდით, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ძალიან რთული არის, როდესაც აი რაღაცა ერთი ნაწილი გვაკლია ნამდვილად, ყველას ალბათ ასეთი განცდა გვაქვს, თუმცა მე მივესალმები და ძალიან მიხარია სალომეს ცხოვრებაში რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო და მან ესე გადაწყვიტა რომ ის ახალი გამოწვევა აქვს და ამიტომ მინდა ვუსურო წარმატებები იმ საქმეებში, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ შემთხვევაში ახლა უფრო მეტად არის გადართული. თუმცა გადაცემაში ნამდვილად დაგვაკლდა, მაგრამ ძალიან მაგარი გეგმები აქვს და მას მინდა წარმატებები ვუსურვო. ძალიან ძნელია სამი შვილის დედობა. თან მით უმეტეს, როდესაც შენ თვითონ შინაგანად ჯერ კიდევ ჯენზი ხარ, ისევ როგორც სალომეს ჩვევია ეს ყველაფერი, ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის და რა თქმა უნდა კითხვა მთავარი ვინც ალბათ ეხლა ამით ინტერესდება და მაყურებელში მაინტერესებს. თუ ვინ იქნება სალომეს ნაცვლად იქნება არავინ და ეს არც განხილულა, იმიტომ რომ ეს ფორმატი შექმნილი იყო ამ ადამიანების გარშემო და ასე იარსებებს კიდევაც. ანაკლის ბანაკი, შაორის ბანაკი, ზოგადად ეს ახალგაზრდობის დღეები, რომელიც განათლების სამინისტროს მხარდაჭერით და ინიციატივით განახორციელა ახალგაზრდობის დეპარტამენტმა, წელს იყო ძალიან საინტერესო. სანამ ჩვენ ჩავიდოდით მთელი შემადგენლობით, მე ვიყავი გახსნაზე ჩასული, სადაც იყო ჩამოსული განათლების მინისტრი გიორგი ამელახვარი, იყო უამრავი საინტერესო სპიკერი ამ პერიოდის განმავლობაში, რომლებიც უზიარებენ ახალგაზრდებს და საუბრობენ ბევრ საინტერესო თემაზე. სანამ გავაგრძელებთ და უფრო შინაარსში შეგიყვანთ, მინდა რომ ნახოთ ის სიუჟეტი, რომელიც მოვამზადე გახსნაზე. ჩვენ ჩამოვედით ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ყველაფერი მზად არის 3120 ახალგაზრდის მისაღებად. წავიდეთ და გავესაუბროთ მათ. ახლა მე ვარ ბანაკის ერთ-ერთ მონაწილესთან, ანასთან ერთად, რომელიც მოგვიყვება ჩვენ თუ როგორ მოხვდა ამ ბანაკში, რა პროცესი გაიარე და როგორ შეგარჩიეს. უნივერსიტეტში გამოცხადდა ინფორმაცია, რომ იყო ანაკლის ბანაკი და მე მსმენია ამ ანაკლის ბანაკთან დაკავშირებით და გადავწყვიტე რომ წამოსულიყავი, თან ჩემი მეგობრებიც მოდიოდნენ ვიცოდით და წამოვედით, ვფიქრობ რომ ძალიან კარგ დროს გავატარებთ აქ ჩვენ მეგობრებთან ერთად, გავიცნობთ ახალ ადამიანებს, ახალ მეგობრებს შევიძენთ და ასე შემდეგ. წარმატებებს გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა და შეგიძლია შენს გუნდს შეუერთდეთ.
ჩემთან ერთად არის ოთო, ამ ბანაკის ერთ-ერთი ლიდერი, რომლის ნიშნულობა ამ ბანაკში არის ძალიან დიდი. თქვენ გაიარეთ გადამზადება, ხო? მითხარი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ტრეინინგები, ეს გადამზადება თქვენთვის იმისთვის, რომ აი ყველა საჭირო უნარჩვევა გქონდეთ, რათა ახალგაზრდებთან გქონდეთ კომუნიკაცია და მათ მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი ყველაფერში. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბარი მსრულად ვიტყვი, იმიტომ რომ მომავალში ვისაც ენდომება ჩამოსვლა, რომ გახდეს ლიდერი, რომ იცოდეს რა ეტაპები უნდა გაიაროს. პირველი ეს იყო CV-ს გაგზავნა, ფორმალური ეტაპი, შემდეგ იყო გასაუბრება და გასაუბრების შემდეგ უკვე შეიჩნენ კადრები და მესამე ეტაპზე მოხდა უკვე პრაქტიკული გადამზადება, სადაც სრულად გავიარეთ თუ და პირობები უნდა ქონოდათ აქ ბავშვებს, როგორ უნდა ან აბსოლუტურად ყველაფერი, ყოველ დეტალი, ყოველ ცვლილმანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და თითოეულ ლიდერისთვის. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები. დაბადროებით. მადლობა. გიორგი, მოგესალმებით და გილოცავთ თქვენ სამინისტროს 3000-ზე მეტ ახალგაზრდას და ჩვენს ქვეყანას აი ესეთ მაგარ დღეს. დღეს გაიხსნა ოფიციალურად 2024 წლის საზაფხულო ბანაკი და რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ამ ბანაკებში მონაწილეობის შესაძლებლობა და რა მიზნებს ემსახურება ეს ყველაფერი. ჩვენთვის ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება არის ბანაკების მიმართულება, რომელიც დიდი პოპულარობით და ინტერესით სარგებლობს ჩვენს ახალგაზრდებში. ამიტომ წელს შევაცდეთ მათთვის საკმაოდ ფართო სპექტრი შეგვეთავაზებინა. გვქონდა უკვე თემატური ბანაკები კახეთში და წელს პირველად უკვე გავხსენით ანაკლიის ბანაკი, სადაც თქვენ როგორც ვთქვით 3000-ზე მეტი სტუდენტი გაივლის, მაგრამ აქ თავარი უფრო მეორე რაღაც არის განათლების პოლიტიკის დაგეგმვის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რომ გარდა აკადემიური ნაწილისა, ჩვენ ასევე სტუდენტებს აუდიტორიების მიღმა შევთავაზოთ სხვადასხვა აქტივობები, სოციალური პროექტები, სპორტული, გამაჯანსაღებელი აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს მათ სოციალური ურთიერთობების გაღრმავებას, მათი ინტერესების რეალიზებას, მათ ბანაკების ფარგლებში ექნებათ როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ურთიერთობა, ასევე ნარკოპოლიტიკისთან დაკავშირებული საკითხები, პატრიოტიზმი, სახელმწიფოებრიობა, ევროინტეგრაცია, რა უნდა ამ ქვეყანას ეყოლებათ სხვადასხვა ცნობილი სპიკერები, პოლიტიკოსები, ხელოვნები, სპორტსმენები და რა თქმა უნდა, უამრავი თავისუფალი დრო და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი აქტივობები. საბოლოო ჯამში რეალურად ჩვენ გვინდა შევთავაზოთ მათ სერვისი, რომ დამღლელი სასწავლო წლის შემდგომ უკვე მათ განტვირთვის საშუალებაც მიეცეთ, რა თქმა უნდა, გართობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მათ შორის აკადემიური შედეგების მისაღწევად, ამიტომ წელს შევეცადეთ როგორც არასდროს, რაოდენობაც გაზრდილია და ასევე რასთავარია შინაარსია გაცილებით უფრო საინტერესო ვიდრე ეს წინა წლებში იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული მათგანი დაუწყარ დღეებს გაატარებს ანაკლიაში და ანაკლიის შემდგომ ჩვენ ღირსიერად ერთ-ორ კვირაში დაიწყება უკვე შაორის ცნობილი ბანაკი, ამიტომ მთელი ზაფხული ჩვენ მოვფიქრდებით ძალიან საინტერესო საბანაკე პროექტებს. იმ სამუშაოებზე რომ გითხრათ, რაც ჩატარდა აქ. რა თქმა უნდა, ამას წინ უძღვის საკმაოდ დიდი სამუშაოები, როგორც ინფრასტრუქტურული და დაახლოებით 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა იმისთვის, რომ აქ სტუდენტებმა როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე კომფორტის თვალსაზრისით, ასევე სურსათის უნაბლობის თვალსაზრისით არანაირი შეფერხება და დისკომფორტი მათთვის არ იყოს, ამიტომ ეს ინვესტიცია ჩადებულია და ამას კიდევ უფრო გავაფართოვებ. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. ახლა კი ჩვენი სტუმრობას ოღონდ სრული შემადგენლობით ანაკლიაში რა კარგია. ჩვენ ჩამოვედით განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებულ ბანაკში, სადაც ნაკადები იცვლება სტუდენტების, სკოლის მოსწავლეები და ასე შემდეგ და მე მგონი ძალიან საინტერესო საღამო გველის, მე მგონი საინტერესო დღე გველის და ზოგადად რამდენი ხანი არ გამოვსულვართ არა? ძალიან საინტერესოა ყოველთვის, როდესაც ახალგაზრდებს ესაუბრები. და ნეტა რა შეგვეკითხები? რა სურთ მათ და ხო რა ინტერესია? აი ირაკლისგან რა სურთ? იმდენად მართლა ინტერესიანი ენერგიით ახსავსი ახალგაზრდები არიან, რომ
თვითონ მათი мотиваცია აქვს მოსვლის, ყველა რა თქმა უნდა სხვადასხვა мотиваცია ქონდა, მაგრამ თავარი რაც არის ის ერთიანობის, ესე ვთქვათ, განცდა, რაც ყველას ყველაზე მეტად მოსწონს. ისეთი გარემოა, უბრალოდ მართლა რომ მოგინდება ცოტა ხანი აქ და. შენ თუ ყოფილხარ ახალგაზრდულ ბანაკში, ახალგაზრდობაში. ისე მე ხო ახალგაზრდა არა. ანრის დროს პიონერთა ბანაკები იყო, ამიტომ იქ ვერ მოესწრო, იქაც ვერ მოესწრო. არა, მე უკვე ხანდაზმული დავიბადე და არ გამიმართლა. ეგრევე. მაგრამ აქ სიამოვნებით დავწრებოდი მართლა ისეთი გარემოა. ჩემს ახალგაზრდობაში, როდესაც სტუდენტი ვიყავი, ესეთი რაღაცები არის. ესეთი სიჭყვიალე, ესეთი ხარისხი, ყველაფრის შენობის ნაგებობის, ყველაფრის ბავშვები რაღაცას თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ნაკლებ დროს ვატარებდით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ტყუების წვიმა იყო და ასე შემდეგ, ჩემ მეგობრებთან ერთად ზღვაზეც დავდიოდით და ძალიან საფრთხის შემცველი იყო ხოლმე ჩვენი მოგზაურობა, სხვა დრაივი იყო, მაგრამ იცი ჩემ ახალგაზრდობას ვიხსენებ და ზუსტად ამიტომ მქონდა სახეზე სიტყვა დრაივი არ იყო საერთოდ. ღიმილი. იცი რა არის, შეიძლება სიტყვა დრაივი არ იყო, მაგრამ დღევანდელ დღესთან შედარებით დრაივი ნამდვილად იყო. ეხლა ყველაფერი წყნარად მიდის და შვიდად და უსაფრთხოდ. და წავიდეთ, შევხვდეთ სტუდენტებს, დღეს არიან სტუდენტები, გავიგოთ საიდან არიან და დღეს ჩვენც ნაწილს 20 წელი, ნაწილს 10 წელი ჩამოვაყლები. წავედით. ყველას მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულიანი, გულწრფელი და ემოციური დახვედრისთვის. ჩვენც ასე მოვდიოდით თქვენთან, იმიტომ რომ ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი არის, როდესაც ხვდები ახალგაზრდებს და პირველი მადლობა თქვენ ამისთვის. დღეს თქვენ შეგიძლიათ ღია ფორმატში ნებისმიერი ტიპის შეკითხვა დაგვისვათ, ჩვენც ანალოგიურად რაც გვექნება შეკითხვები დაგიბრუნებთ, ასე რომ ძალიან გახსნილი ფორმატი გვაქვს, არ შეიზღუდოთ თავი, ყველასთან გვინდა გქონდეს კომუნიკაცია, ასე რომ ყველა ჩვენი თანაწამყვანი მზად არის, რომ თქვენს კითხვებზე პასუხი გასცეს. აქვე მინდა მადლობა უთხრა ყველა ლიდერს, რომელიც მუშაობს ახალგაზრდებთან, ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც არ ვიცი, დაცვის სამსახურიდან დაწყებული, ზარეული დამთავრებული, რომელიც ჩართულია ბავშვების კეთილდღეობაში, ახალგაზრდობის სააგენტოს და რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროს, ვისი ორგანიზებულიც არის წლევანდელი ნაკადები. მე მაინტერესებს პირველი, აი რა შეიძლება ხო რა დაგისვათ შეკითხვა, პირველი მიზანი რა იყო აქ წამოსვლის, აი ჯერ ვკითხოთ საიდან არიან, რომელი უმაღლესი. აი ეგ არის საინტერესო. ხო, და შემდეგ უკვე მიზანი მაინტერესებს, აი რა მოლოდინები გაქვთ, რა მოხდება აქ, რატომ წამოხვედით. ჩემთვის პირადად მიზანი იყო ის, რომ რა თქმა უნდა გამეცნო ახალი ადამიანები. ანუ გოგოები, ხო? ადამიანებს გოგოებიც მოიაზრებიან რა თქმა უნდა. ну, რადგანაც ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი ახალგაზრდობის ყველაზე კარგ და ტკბილ მოგონებებს. და ვიძეთ იმ მეგობრებს, გოგონებსაც, რომლებიც სავარაუდოდ მთელი ცხოვრება გავყვება. ხო და თქვენ თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ასეთი მოგონებები და ის მეგობრები, რომლებიც გაიცანეთ თუნდაც ბანაკში და ახლა გსურთ რომ მოიკითხოთ. ეგ არის სტუდენტობა. ამაზე მაგარი წლები არასდროს არ იქნება. ცოტა პესიმისტურ ამას გეუბნებით, მაგრამ აქ არის ყველა ოცნება, ყველა ნატრა, ეს მინდა მქონდეს, ამას მინდა მივაღწიო, იქ მინდა ვიმუშაო, იქ მინდა ვიმოგზაურო, იქ მინდა წავიდე. ეს ყველაფერი აგროვდება, იმიტომ რომ აქ ხდება საკუთარი თავის პოვნა. ამაზე დიდი სიმდიდრე არაფერი არ არის და რა თქმა უნდა ისწავლოთ. იმიტომ რომ ამ დროს ყველაფერი ერთად ამ წლებშია, მესმის რომ რთულია გადანაწილება, მაგრამ აქ მიღებული ცოდნა ტვინი ყველაზე კარგად ამ წლებში მუშაობს, ყველაზე კარგ კაპიტალიზაციას იპოვის მერე უკვე იმ ასაკში, რომელშიც ნინა არის. შემდეგი კითხვა, თუ გვაქვს აბა? პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ჩვენთვის ალბათ ყოველთვის ნაცნობია, რომ ანაკლის ბანაკი ზოგადად ყოველ წელს საზეიმოდ იხსნება. უამრავი მონაწილე ყავს როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, აგრეთვე სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციებიდან და მონაწილეობას ვიღებთ ძალიან ბევრ სპორტულ შემეცნებით აქტივობაში. თუმცა ძალიან საინტერესოა, რამდენად ისურვებდით თქვენ აი ამ ფანტასტიკურ გარემოში 5 დღის გატარებას, თუმცა
გექნებათ საკმაოდ მკაცრი პროტოკოლი, აუცილებლად უპირობოთ დროის ნებისმიერ მონაკვეთში ემორჩილობით თქვენს ლიდერებს. ძალიან უტრირება რო არ გამომივიდეს. წარმოგვიდგინეთ ლიდერები, ვის უნდა დავემორჩილო მითხარით. აგერაი. აი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში რა ზომებს იღებს თქვენი უკიდურეს. აი მაგალითად. კარგი, მოდი კითხვაზე გავცეთ პასუხი, ალბათ ყველა ვისურვებთ. მე ვისურვებდი, კითხვაც არ გქონდა მანამდე. დროის არსებობის შემთხვევაში ყველა ვისურვებდით, რა თქმა უნდა. ისეთი დრო არის, რომ ყველა ვართ სოციალურ ქსელში და ეს მე მგონი საყოველთაო სენია, რომ ყველას გვიჭირავს ტელეფონი და სამწუხაროდ ძალიან ბევრ დროს ვატარებთ ტელეფონებში, ხო? მაინტერესებს რამდენად ახერხებთ წიგნის კითხვას და რამდენად თქვენთვის საინტერესოა საერთოდ წიგნი, იმიტომ რომ ამბობენ რომ წიგნის კითხვა დაკარგა ინტერესი და უფრო სოციალური ქსელით ვიგებთ რაღაცებს. აი რამდენად გაინტერესებთ? ქართული ფილოლოგიის სტუდენტი ვარ, ყავს მოსწავლეებიც და ამიტომ წიგნებთან დაკავშირებით საუბარი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ხშირად მესმის ხოლმე უფროსი თაობისგან რომ ჩვენი თაობა ეს რაღაც გაჯეტების პერიოდია და აღარ გვაინტერესებს წიგნი, ურთიერთობები და ასე შემდეგ. მაგრამ მე როგორც რიგითი ახალგაზრდა ვიტყოდი რომ ერთი დიდი სტერეოტიპია ჩვენ გარშემო. კი, ძალიან მარტივია დროის დაზოგვა, ენერგიის დაზოგვა, როცა ტელეფონით ნახულობ რაღაცას, მეტი დრო გრჩება მაგალითად სხვა საქმეებისთვის, მაგრამ ის შეგრძნება, რასაც ქვია წიგნის კითხვა, რასაც ქვია მოგზაურობა ამა და იმ ადგილას წიგნის დახმარებით, ეს მთელი ხელოვნებაა ახალგაზრდებისთვის და მინდა ვთქვა, რომ ხომ დამეთანხმებით ნამდვილად, რომ აი ჩვენთვის ბიბლიოთეკაში ჯდომა და იმდენ წიგნში, იმდენ რეალობაში საუნივერსიტეტო ცხოვრების შეგრძნება ბევრად უფრო მაგარი რაღაც არის და ბევრად უფრო გვიყვარს სტუდენტებს ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ვიდრე მაგალითად ინტერნეტის საშუალებით ერთმანეთს ვემესიჯოთ. აქვეც გეტყვით, რომ ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტები ლექციების შემდეგ დროს აუცილებლად გამოვყოფთ ხოლმე და საათობით შეგვიძლია ბიბლიოთეკაში ვისხდეთ, ვიკითხოთ და მე ემოციები ერთმანეთს გავუზიაროთ. იმას ტაში დავუყრა. გამარჯობა, მე მქვია იგორ პერეირა, ვარ ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კურსელი, სწავლობ ინგლისურ ფილოლოგიაზე და ცხოვრობ ბორჯომში უკვე 10 წელია. და ისე საიდან ხარ იგორ პერეირა? დიდ ბრიტანეთში ვარ დაბადებული. დიდ ბრიტანეთში. თუმცა პერეირა რაღაცა პორტუგალიურია. პორტუგალიური გვარია. პერეირა პორტუგალიური. კი, მამა ჩემი არის პორტუგალი. კი ბატონო. შენ ერთ-ერთ უნარებში ვიცით რომ არის რეპი. ხო? დიახ. შემოგთავაზებ რა? რომელ ენაზე იქნება? ინგლისურად. Let's go. Let's go. Got me breathing with dragons, I cracked the egg in your basket, you bastard. I'm Ellen Master, don't ask for your favorite rapper. I rap till my maiden Casper, I capture the likes of NASA, my bid to reach a flight pasture. I pass the way to the past, we all listen. Watch your son as the Bible study pastor. Your heard prevent its reaction of blasphemy. I assassin my casualty, and it's casually done till let my salary come. Some hundreds don't talk to me about no one. The sun is a dumaki, and I come in peace to compete. I don't run if you rather leave my statistical. And I go visit the nearest freak and I get busy on many MC, really ballistic. Anybody can see any assistance, everybody don't see some positions. Picking out I be ready to fish it, the permanent be out of the militia, picking up the cheap, but a position, but a choke. And I go mission, how the far you see, put my dick in a rap industry. Everybody but ching get a man and me, because I can drink in a battery. And I charge up and I catch your feet and I charge up any audacity. And your first never get hassle me, and y'all just right now you see he dead. Yep, amen. I know he dead for sure. Amen. Yeah, got me breathing with dragons. I cracked the egg in your basket, you bastard. I'm Ellen Master. Don't ask for your favorite rapper. He dead. Yep. Amen. I know he dead for sure. Amen. Amen. Yo! როლექსში ძალიან დიდი პატივი არის თქვენთან შეხვედრა. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ჩემეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. მაგახსენებათ, დღეს ჩვენ ვართ სამი სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი სტუდენტები და ხშირად საზოგადოებაში ცირკულირებს აზრი, ჩემი სუბიექტური აზრით, საკმაოდ ფუნდამენტ გამოსვლილი, რომ რეგიონის უნივერსიტეტები არ არის იმდენად პრესტიჟული, რამდენიც დედაქალაქის. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს თქვენი თითოეულის აზრი და დამოკიდებულება და აგრეთვე, როგორც ძალიან რეიტინგული გადაცემის წამყვანებისგან, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რეგიონის უნივერსიტეტები გახდეს უფრო მეტად პრესტიჟული და რა უნდა მოხდეს მისი პოპულარიზაცია.
პოპულარიზაციისათვის. როდესაც სალიცენზიო პირობები გაიცემა უნივერსიტეტებზე, პროგრამები შეჯერება ხდება და პროგრამები ყველა ახალი მათემატიკა, ახალი ფიზიკა, ახალი ქიმია არავის გამოუგონებია ჯერ. პროგრამა სასწავლო ყველა უნივერსიტეტში ერთია. დამერწმუნდით, რაც უნდა გადასარევი ლექტორი გასწავლოთ, თუ სტუდენტს თავად არ აქვს გადაწყვეტილი რომ ისწავლოს ესა თუ ის საგანი, ძალით თქვენ თავში ვერავინ ჩაგიდებს, სულ აინშტაინი რო გიკითხავდეთ, თქვათ მაგალითად ფიზიკას, ხომ? ამიტომ ისევე შემიძლია თქვათ სკოლებზეც, იმიტომ რომ ვისაც უნდა სწავლა, ის სწავლობს. ამიტომ რა თქმა უნდა, კარგი ლექტორია, მაგრამ 80% დამოკიდებულია თავად სტუდენტზე, როგორ აითვისებს იმ პროგრამას და სიტყვა ხვალ თუ იქნება თქვენ ლექსიკონში ხშირად ხვალ გავაკეთებ, ხვალ ვიზამ ხვალ წავიკითხავ, ამ შემთხვევაში თქვენ ნუ დააბრალებთ თქვენს უმაღლეს სასწავლებლობას, თქვენს ლექტორებს თუ რაღაცას ვერ დაეწევით. ამიტომ არ არსებობს ცუდი და კარგი სასწავლებლები, არსებობს სტუდენტი, მოსწავლე, რომელსაც არ სურს კარგად სწავლა, ასე რომ ვერ ვიტყოდი რომ რომელიღაცა სასწავლებელი სხვაზე ნაკლებია ან სხვაზე მეტია. ძალიან ბევრი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი დაუმთავრებია ცუდად სტუდენტს და ძალიან ბევრი სტუდენტს, რომელსაც თქვათ ისეთი სახელიანი დაწესებულება არ დაუმთავრებია, მაგრამ იმ პრესტიჟული უნივერსიტეტის კურს დამთავრებულზე ბევრად მეტი გაუკეთებია ცხოვრებაში, ასე რომ არ დაგეთანხმებით მაგ მოსაზრებაში. მე მექნება შეკითხვა. ჩვენ ყოველთვის გვესმის და მეც ვეთანხმები, რომ როგორც ირაკლიმ აღნიშნა, მომდევნო თაობა კიდევ უფრო მეტად განვითარებულია და რომ უყურებ პროგრესული და რომ უყურებ მართლაც ასეა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც, ხო, ისევე როგორც ჩვენ თაობას ქონდა რაღაც გარკვეული პრობლემები, თქვენს გაქვთ რაღაც პრობლემები და აი რა მიგაჩნიათ თავარ პრობლემად თქვენი თაობის, რას ისურვებდით რომ გამოსწორებულიყო და რა მოგწონთ თქვენ თაობაში. იმდენად ჩავიკეტეთ მით უმეტეს კორონას პერიოდი გამოვიარეთ ჩვენს და იმდენად ჩავიკეტეთ ჩვენ თავებში და იმდენად ვაკუუმში მოვეკეცით რომ დაგვავიწყდა რეალურად რომ ვართ სოციალური პიროვნებები, რეალურ სოციუმში და არა სოციალურ ქსელებში და კომუნიკაციის პრობლემა მართლაც აღმოჩნდა ჩვენ შორის, მაგრამ მინდა ვთქვა რომ გუშინ მოვედით აქ და დღეს უკვე არ ვიცი ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამ ბავშვებს წლობით ვიცნობ და მიუხედავად იმისა რომ ჯგუფში არავის არ ვიცნობდი აი ესეთი მეგობრული სიტუაცია დამხვდა აქ და ეს უნიკალურობა სწორედ ჩვენი თაობის დამახასიათებელია რაც არ უნდა გვაფერხებდეს ძალიან ცოტა დრო გვჭირდება იმისთვის რომ დიახ მოვერგოთ რაღაცას და ეს არის ჩვენი თაობის დადებითი მხარე იმიტომ რომ ვსწავლობთ ძალიან მარტივად ვითარდებით ძალიან მარტივად და გვჯერა ჩვენი ოცნებების მაინტერესებს ბავშვობაში რა პროფესია გინდოდათ და წლების განმავლობაში თუ შეიცვალა თქვენი არჩევანი და რა მიქონია ზეგავლენა თქვენს გადაწყვეტილებას ყოველთვის მინდოდა სიმღერა და მომღერლობა, ამიტომ არაფერი არ შეცვალა. რატო არ გაყევი ამისას? და აი საბოლოოდ მან და არასდროს არ შემცვლია აზრი, ამიტომ დავრჩი იმ აზრზე, რაც მინდოდა და გამოვედი. ნუ პროფესიით მსახიობი ვარ, მაგრამ უფრო მეტად ჩემს სიმღერას ვცხოვრობ, ვიდრე ჩემს სამსახიობო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგივიდა. თან კარგად. ირაკლი მე სხვათა შორის აი მახსოვს ალბათ პირველ მეორე მესამე კლასში აი მაგ პერიოდში ვიყავი გატაცებული ქართული ცეკვით და მეტნაკლებად მეუბნებოდა რომ კარგათაც გამომდიოდა და ნუ აი ცეკვაში ვპოულობდი ალბათ იმ მომენტისთვის როგორც აღვიქვავდი თავისუფლებას და თვით გამოხატვის საუკეთესო საშუალება იყო და დღემდე მიმაჩნია მიუხედავად იმისა რომ მრავალი წელი უკვე აღარ მიცეკვია მაგრამ აი ცეკვავენ ვარსკვლავების გამოცდილებითაც რომ ვისაუბრო ნინისთვის ალბათ სიმღერა ხელოვანისთვის შეიძლება მხატვრისთვის ესე ვთქვათ რა ნახატის შექმნა მაგრამ ჩემთვის იყო ცეკვა და ცეკვით ვთვლი რომ ალბათ გაცილებით უფრო კარგად და გაცილებით უფრო მეტ სათქმელს ვიტყოდი ვიდრე პირობითად ეს შეიძლება რომ ესე ვთქვათ საუბრით გამეკეთებინა თუმცა რაღაც არ ვიცი ჩემი მშობლების გავლენაც იყო რა თქმა უნდა რომ რაღაცა უფრო სწავლაზე ხდებოდა აქცენტი და ნუ შემდეგ უკვე წლებთან ერთად პროფესიაც შევიცვალე პროფესიით მარკეტოლოგი ვარ თუმცა შემდეგ პროცესში ხვდები მუშაობის პროცესში ხვდები რამდენად შენია, რამდენად მოგწონს ამის კეთება და აი სულ რაღაცა უწყვეტი პროცესი იყო და საბოლოო ჯამში
მარკეტინგიც ესე ვთქვათ ბოლომდე არ გამომხვა. ასე რომ ვთვლი რომ ადამიანს შეუძლია რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ეს ძიების პროცესი გააგრძელოს და იმას არ ნიშნავს რომ ერთ პროფესიას რო აერჩევს всё დოგმატურად უნდა იყოს ეს ბოლომდე რა. მე ორი ფაზა მქონდა 6 წლამდე მინდოდა სანამ სკოლაში შევიდოდი კოსმონავტობა, ალბათ ბევრი ბავშვის ოცნება იყო ჩემი ასაკის. შემდეგ უკვე სკოლის პირველივე კლასიდან იმდენად მიყვარდა სპორტი და თუ ტელევიზორში სპორტის რამე სახეობა გადიოდა, ყველაფერს უყურებდი და ასევე აქტიურად ხან ფეხბურთს, ხან კალათბურთს თამაშობდი. ალბათ ყველაზე მეტად ფაზა იყო, როდესაც მართლა მინდოდა სპორტსმენობა, მინდოდა რომ კალათბურთელი გამოსულიყავი, კალათბურთზე დავდიოდი, საკმაოდ კარგად თამაშობდი, უბრალოდ მე ცხოვრებაში მოვლენები ისე აეწყო, რომ ხელი შემიშალა გვერდითმა ფაქტორებმა და მივხვდი, რომ ჩემი გადარჩენა ეხლა უნდა იყოს სწავლა. იმიტომ რომ მაშინ სპორტის სახეობები არ იყო ისე განვითარებული, რომ საკუთარი თავი კარგად გაგეტანა და სწავლა მერე გამატანინა და დამეხმარა. ეხლა ვარ იქ, სადაც ვარ და რა თქმა უნდა ტელევიზია შემდეგ უკვე გახდა ჩემი სამიზნე და შემდეგ ტელევიზიაში მოვედი. მე მინდოდა მათემატიკოსობა, ხატვაც მინდოდა, არც ერთზე ჩამაბარებინეს, არც მეორეზე. მაშინ ყველა ვინც მედალოსანი იყო სამედიცინოზე აბარებდა და ჩავაბარე სამედიცინოზე და მაყოფილი ვარ მამაჩემის ამ გადაწყვეტილებით. ძალიან სწორად მამამ კარგად იცოდა შვილს რა უნდოდა თურმე ცხოვრებაში და კარგი ექიმი გამოვიდა. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ ექიმი. და ერთი წამი არ ვნანობ, რომ ამ სპეციალობას დავეუფლებ. მე მინდოდა ყოფილიყავი კინორეჟისორი. სულ ეს არის. უბრალოდ დღემდე მიმაჩნია, რომ უფრო კარგი კინორეჟისორი ვიქნებოდი, ვიდრე მომღერალი. სხვათა შორის ანრი არის ყველა საკუთარი, რო ვინც არისით, ყველა საკუთარი კლიპი ანრის მიერ არის გადაღებული. ხო, აი მან ცოტა ავინაზღაურე ეს ამბავი. დავიკმაყოფილეს რაღაცა დაუხურა გელშტატს რომ ეძახია და ხო და როგორც ვიცი კიდევ ერთი მუსიკალური ნომერი გვაქვს და სიამოვნებით მოვისმენთ. მდინარე ხიდის ქვეშ დაგუნდა თითქოს მზეს ხივი მოაგდა და შენი სითბო და ვამბობ ეს ღამე რად არის ბნელი შენ არ მოდიხარ და მე მაინც გელი და კარგო მინდა რომ გავდე მაინც მინდა გიყვარდე მაინც ჩემო ლამაზო ჩემო ლამაზო ჩემო ლამაზო სიყვარულს ვერ წაშლის 1000 წელი მე ვერ გივიწყებ და შენთვის ვები დრო გადისახლები იცვლიან ფერებს მე შეგიმღეროდი გითხოვდი ხელებს და კარგო მინდა რომ გავდე მაინც მინდა გიყვარდე მაინც ჩემო ლამაზო ჩემო ლამაზო ჩემო ლამაზო Chemo lamazo, chemo lamazo. მე ვარ იმ ადგილიდან, საიდანაც 30 კილომეტრის ახლოს არის აფხაზეთი და სამწუხაროდ 4 წელი არის ვერ გადავდივარ საკუთარ სახლში, საქართველოში. აფხაზეთი საქართველო არის შემცირდა და მუდამ იქნება. მე მინდა კითხვა დაგისვათ ესეთი. აპირებ თუ არა ახლო მომავალში აფხაზეთის თემის ჩაწერას და პედაგოგიათში გაშვებას და ჩვენ ყოველ წელს სექტემბერში ყოველი წლის სექტემბერში ჩვენ ვაკეთებთ გადაცემას რომელიც ეძღვნება 27 სექტემბერს. ხო, ანუ შეიძლება 4 შაბათ თარიღი დაგვემთხვეს, შეიძლება არ დაგვემთხვეს, თუმცა ყოველ წელიწადს ამას ვაკეთებ და წელსაც გვექნება ჩვენგან მადლობა თქვენ ასეთი დახვედრისთვის და აქ ჩვენი სტუმრობა დასრულდება ქორეოგრაფიული
ახლა კი ანრი ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რომელიც ჩემთვის არის ესე იგი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია გადაცემაში ჩვენ ყველაზე დიდი გულშემატკივრები ნინი ბადურაშვილის რომლებიც ყოველთვის ვეუბნები და ყოველთვის ველოდებით რომ რაც შეიძლება მეტი ახალი აკეთოს იმიტომ რომ ნიჭიერმა ადამიანმა უნდა აკეთოს და აგერ ბატონო გააკეთა გადაიღო და მოედანი და გთხოვთ დავიწყოთ ახლა საუბარი კლიპი და ამ კლიპზე მოგვიყევი რა კლიპია ნინი ვაიმე უკვე იცი რა არის მე მეცინება იმიტომ რომ ეს კლიპი იმდენი ხანია ვერ გავიდა ეთერში ალბათ მაყურებელი ხილავდა იმდენი ხანია ვერ ჩაიწერა ჯერ იქ სიმღერა არა და ვერ გავიდა იმიტომ რომ და მე ძლივს გადავიღეთ ხან ერთმა ხან მეორემ იმედია არ გასამდება არა ნუ იმედია რომ ეხლა გავა ეგეც ხო მოყევი რა სიმღერა მაყურებელს უთხარი ეს არის ეკა კახიანის სიმღერა უშენოდ სხვათა შორის ამ სიმღერას ეკა მღეროდა ადრე და ნინიმ გააკეთა ძალიან კარგი ახალი ვერსია მე მოვისმინე მზადების პროცესში და ნინი გააგრძელა ეს არის უშენოდ ნიკოს გომელაურის ტექსტი აქვს ძალიან ისეთი კარგი ტექსტია მე ძალიან მომწონს ამ სიმღერის ტექსტი ასევე ახალი ვერსია ეკუთვნის ნიკა ნიკვაშვილს მადლობა მას და ჩემი კლიპების თითქმის უმრავლესობა გადაღებული აქვს ლაშა ცერიაშვილს და ახლაც ლაშას მივმართე ვანდე და მე მგონი გაამართლა ლაშას მადლობა და ასევე ქორეოგრაფია უნდა ვთქვა ჯულიანა ბარგნარის და ოთო ფოლადაშვილის არაჩვეულებრივ ქორეოგრაფია ასევე მადლობა არაჩვეულებრივ მოცეკვავებს და დანარჩენს მე მგონი იხილავს უკვე მაყურებელი და შეაფასეთ თუ როგორ მოგეწონათ დამიწერეთ ნამდვილად გავა ნამდვილად გადის აბა კლიპი ახალი კლიპის პრემიერა პრაიმ შოუს ეთერში Take this kiss upon the brow, and in parting from you now, thus much let me avow. You're not wrong, Odin, that my days have been a dream. Yet if hope has flown away, in a night or in a day. Kuli gelodeba, erti mavsutsneba, moxtes saotreba, gakres hrubeli, mains moxteboda. Es nadracheboda, vishe mecheboda, bcholot shengeli, chemi otsnevis psams, chrubliantsas, gavadan kas, ushenod armina, ushenod chavkrebi. Didi drogavida vecha katsnech mas pulis mas Tzleba ushenot tavani zapebi Tzleba ushenot rogor gavida rogor gaugos chas Gemtu Sweethearts, radminda sidwebi, esuas ro fikrebi, tu ver mimixdebi, tu aksalia, maits meordebi, isev gelodebi, nudam gelodebi, chemi Bralia, bralia, chemi otsnevis ptsams, rubliantsas, gavadan kas, ushenod armina, ushenod chavkre.
ამ სეზონიდან ჩვენ ყავს ახალი პარტნიორი, ეს არის საინვესტიციო ჯგუფი Urbaniki, რომელიც საქართველოს მასშტაბით, თბილისის და ზოგადად საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ძალიან ბევრ წარმატებულ და ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს, რომელიც ძირითადად უკავშირდება უძრავ ქონებას, ეს არის დეველოპმენტი, ეს არის საოფისე ფართები და ეს არის ასევე Urbanikis ქვეშ მყოფი ინოფისი Urbanikisგან, რომელიც წარმოადგენს ძალიან ბევრ საინტერესო სივრცეს მთელი თბილისის მასშტაბით და რა თქმა უნდა ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს დიდი ამბიცია, რომელსაც აქვს დიდი გეგმები და მცირე კოლაში, რომელიც ახლა ეკრანზე გადის, ჩვენ ამას შემოგთავაზებთ და დროთა განმავლობაში გადაცემიდან გადაცემამდე ჩვენ რაც შეიძლება მეტ სიახლეს მოგაწვით Urbanikთან დაკავშირებით, მანამდე კი დაიმახსოვრეთ ეს სახელი, იმიტომ რომ მას კიდევ არაერთხელ გაიგონებთ. ახლა კი ჩვენი ერთგული პარტნიორის შესახებ Credo Banki წლების განმავლობაში Prime Show-ს ერთგული მეგობარია და პარტნიორია, რა თქმა უნდა, იგი ამ სეზონზეც აგრძელებს ჩვენთან ერთად მეგობრობას. შეგახსენებთ, Credo სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. ქვეყნის მასშტაბით 91 სერვის ცენტრითა და ციფრული ინფრასტრუქტურით 480,000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება. Credo Banki-ის მრავალფეროვანი პროდუქტებიდან შეგახსენებთ მიმდინარე შეთავაზებებს. ციფრული სესხის მიღების შესაძლებლობა 15,000 ლარამდე, რომელიც ნებისმიერი ტიპის შემოსავლის საფუძველზე რამდენიმე წუთში შეგიძლიათ მოითხოვოთ და მიიღოთ My Credo Mobile Bank-დან. განმადების მოქნილი პირობები წინასწარ დამტკიცებული ლიმიტითა და ნივთის ღირებულების თანაბრად გადანაწილებით სასურველი ნივთის შესაძენად. ანაბრების მრავალფეროვანი არჩევანი, მუდმივი აქციებითა და კიდევ უფრო სარგებლიანად დაგროვების შესაძლებლობით. საბანკო სერვისები ემიგრანტებისთვის, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს აძლევს საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაუკავშირდეს Credo Bank-ს, ვიდეო ბანკის საშუალებით და ისარგებლოს დისტანციურად და მრავალი სხვა კომპანია, რა თქმა უნდა, განაგრძობს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური პროდუქტების თუ სერვისების შექმნას, რომელსაც თქვენ Prime Show-ს მაყურებელი კვლავაც პირველი შეიტყობთ და გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ განსაკუთრებული შესაძლებლობებით. და ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ მივდივართ დასავლეთში, კერძოდ სამეგრელოში, ჩვენი მასპინძელია არაჩვეულებრივი სასტუმრო, ლეთო და მადლობა მას და ასევე დიდი მადლობა რესტორან ბაგრატ. ჩვენი სასტუმრო 2019 წლიდან ფუნქციონირებს და უკვე მე-5 წელია რაც ბაზარზე ვოპერირებთ და თამამად შემიძლია გითხრათ რომ ამ 5 წლის მანძილზე ჩვენ შევძლებთ პოზიციონირება ჩვენად პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო რეგიონში, რომელიც თავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას. გვაქვს 39 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი. ჩვენი სერვისი გახლავთ ევროპული სტანდარტებით შემუშავებული. ჩვენთან მოსულ სტუმრებს გარდა დასვენებისა აქვთ შესაძლებლობა საქმიანი შექმედების ორგანიზების. ამისთვის ჩვენ გვაქვს 3 საკონფერენციო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია ყველა თანამედროვე და აუცილებელი ტექნიკით. აქტიური დასვენების მოყვარული სტუმრებისთვის ჩვენ გვაქვს საცურაო აუზი სპორტ დარბაზი, ასევე გვაქვს ფინური საუნა პანორამული ხედით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ლეთოს ტურები. ჩვენთან მოსულ სტუმრებს შეუძლიათ მოინახულონ სამეგრელო. მიყვავს მარტვილში, ასევე ენგურჰესზე. ასევე ჩვენ სტუმრებს შეუძლიათ სრულად უფასოდ მოინახულონ ჩვენი სამეგრელოს მარგალიტი, დადიანების სასახლის მუზეუმი უფასოდ. ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ რომ სიახლეები შევთავაზოთ ჩვენ სტუმრებს. კვების ნაწილში თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს ქართული სამზარეულო, რა თქმა უნდა მეგრული, ასევე ევროპული სამზარეულო და დაახლოებით 1 წლის წინ ჩვენ დავამატეთ აზიური სამზარეულოც, ასე რომ ჩვენთან მოსულ სტუმრებს სხვადასხვა საინტერესო ქვეყნის კერძებთან ერთად შეუძლიათ დააგემოვნონ აზიური სამზარეულოდან კერძები. ასევე მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ გვაქვს კეითერინგით მომსახურებაც, ასე რომ ნებისმიერ სტუმარს შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით და დღესასწაულ ღონისძიება გახადოს უფრო მეტად
ვიღოთ დასამახსოვრებელი და თავი იგრძნოს განსხვავებულად და განსაკუთრებულად. სწორედ ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ჩვენთან მოსულ სტუმრებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის დასვენება და ის სერვისი, რომელიც მათთვის იქნება დასამახსოვრებელი. ასეთი იყო Prime Show-ს მე-16 სეზონის პირველი გადაცემა. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.